რაჭა გემოფესტს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი 2 დღის განმავლობაში ამბროლაურში ახალ სანაპიროზე უმასპინძლებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს. ლევანდელ გემოფესტში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნება წარადგინონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები. ამბროლაურში ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, ასევე სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემოფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, სპეციალურად გემოფესტისთვის აეროპორტების გაერთიანებამ რაჭის სტუმრებისთვის დამატებითი ავიარეისებიც დანიშნა. წელს პირველად გემოფესტს მთავარი მხარდამჭერის სტატუსის ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი უერთდება. იმყოფებით ამბროლაურში ჩვენი გემოფესტის დასაწყისის პირველ ქალაქში დაუბრუნდით. რაჭა-ლეჩხუმის გემოფესტი მიმდინარეობს, გვყავს გამორჩეული მონაწილეები, გვაქვს რაჭული კერძების ახალი ინტერპრეტაციები, ასე რომ გელოდებით მეგობრებო. ამბროლაურის აეროპორტი წელს პირველად შევარდა ყველაზე გემრიელ ფესტივალს გემოფესტს. პირველი დამატებითი რეისი უკვე შესრულებულია და პირველი დამსწრეები ჩამოსულები არიან ამბროლაურში. აეროპორტების გაერთიანება აქტიურად არის ჩართული რეგიონული აეროპორტების განვითარებაში და მხარდაჭერაში, რათა აეროპორტები ჩართულები იყვნენ ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაში. მოხარულები ვართ გემოფესტივალის ჩატარებაზე, რაც ძალიან ხელს უწყობს რაჭის განვითარებას, რაჭულ კულინარიას, რათა ხალხმა გაიცნოს, დაინახოს, დააგემოვნოს. მე წავდგები რაჭული ბურგერით. ახალი სიახლე შემოვიტანეთ, რაც გვინდა ხალხს გავაცნოთ, დავაგემოვნებინოთ.